ვინც არის ის მსოფლიოში უამრავი საიდუმლოება, რომელიც მეცნიერებს დღემდე სულად ვერ აუხსნიათ. და ყველა ქვეყნის შორის სოფლიოში ჩინეთი ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე მდიდარია უცნაური საიდუმლოებებით. რატო ამბობ ამას? იმიტომ რომ დღემდე ამ ქვეყანაში კვლავაც აღმოაჩენენ უცნაურ მოვლენებს. მაგალითად, ჩინეთში აღმოაჩინეს გიგანტური მეტალის მილები, რომლებიც როგორც ჩანს უფრო ძველია იმ ეპოქაზე, როცა რკინა ჯერ კიდევ არ იყო გამოგონებული. გარდა ამისა, იქ აღმოაჩინეს დამალული პირამიდებიც, რაც ეწინააღმდეგება მათ ისტორიას. და კიდევ აღმოაჩინეს უძველესი ქალაქის ნანგრევები. ამას ბევრი ადამიანი გააოცდა. და რაც კიდევ უფრო გასაოცარია, მათ აღმოაჩინეს უზარმაზარი მღვიმეების სისტემა, რომელიც თითქოს ადამიანის ხელით არის შექმნილი. და ეს მხოლოდ რამდენიმეა ჩინეთის უცნაური საიდუმლოებებიდან. და ამ ვიდეოში ჩვენ კიდევ უფრო მეტად შევისწავლით ჩინეთის ყველაზე იდუმალ და უდიდეს უძველეს ნაგებობებს, რომლებიც დღემდე გამოცანად რჩება ექსპერტებისთვის. მაგრამ სანამ დავიწყებ, არ დავიწყეთ ამ ვიდეოს მოწონება, ეს ჩვენთვის კონტენტ კრეატორებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დიდი მადლობა და ახლა დავიწყოთ. და ჩვენი ნომერი პირველი არის დალონგიუს მღვიმეები. 1992 წლამდე ჩინეთის ჟეჯიანგის პროვინციაში მდებარე პატარა სოფელ სიან-ბეიკუნს უცნაური ხედი ჰქონდა, რომელიც დიდი ხანია მათი ცხოვრების ნაწილი იყო. იქ ნახავთ რამდენიმე დიდ კვადრატულ ტბას, რომლებიც ყოველთვის სავსეა წყლით. როგორც ამბობენ, რომელი სეზონიც არ უნდა იყოს, ისინი არასოდეს შრება. ამიტომ ადგილობრივებმა მათ უწოდეს უძირო ტბები, ანუ ტბები, რომლებსაც თითქოს ფსკერი არ აქვთ. გარდა ამისა, შიგნით თევზებიც არის, ამიტომ მას ხშირად სტუმრობენ მეთევზეები. ამის მიუხედავად, 1992 წლის ზაფხულში მოხდა ერთი შემთხვევა, რომელმაც თანამედროვე არქეოლოგიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი საიდუმლო გახსნა. ერთმა ადგილობრივმა ერთ-ერთ ტბაში ძალიან დიდი თევზი დაიჭირა, რომელიც 30 ფუნტზე მეტ იწონიდა. და ამ უჩვეულო ნადავლით ხალხი კიდევ უფრო დაინტერესდა ამ ადგილით. მათ გადაწყვიტეს გაეგოთ სინამდვილეში რამდენად ღრმაა ტბა, ამიტომაც გადაწყვიტეს ტბიდან წყლის ამოტუმბვა. და 5 დღის განმავლობაში უწყვეტი ტუმბვის შედეგად წყლის დონე ნელ-ნელა იკლებდა. და იქ მათ ის ნახეს, რასაც არ ელოდნენ. მათ ქვედა ნაწილში ქვის კიბე აღმოაჩინეს, რომელიც ტბის ფსკერზე ჩადიოდა, თითქოს სიღრმეში დამალული ნაგებობა იყო. ამის გამო მათ ოპერაცია გააგრძელეს. 17 დღის უწყვეტი ტუმბვის შემდეგ საბოლოოდ გამოაშკარავდა შოკის მომგვრელი სიმართლე. ეს ჩვეულებრივი ტბა არ ყოფილა. მის ქვეშ იყო უზარმაზარი მღვიმეები, რომლებიც აშკარად ადამიანის მიერ იყო შექმნილი. ამის გამო მათ სხვა ტბებიც უფრო მეტად გააშრეს. აქ მათ კიდევ 5 დიდი მღვიმე და კიდევ 19 პატარა გამოქვაბული აღმოაჩინეს. და თითოეული მთავარი მღვიმე ფართობით 18-დან 34 მეტრამდეა, ზოგიერთი კი 20-მდე აღწევს მეტრის სიმაღლისა. აქ ასევე ჩანს სვეტები, რომლებიც ჭერს ამაგრებენ. აქ ყველაფერი კარგადაა დაგეგმილი და უცნაური ფორმებიც კი აქვს, თითქოს მართლაც კარგად იყო დაგეგმილი. ექსპერტები კიდევ უფრო გაოცდნენ, როცა კედლებსა და ჭერზე ნიშნები დაინახეს. ათასობით კვალი იყო დატოვებული სატეხით, თითქოს ყველა ერთნაირად იყო გაკეთებული. როცა ეს ამბავი მთელ ჩინეთში გავრცელდა, ბევრი ადამიანი მაშინვე დაინტერესდა. ხავიდან ზოგი ამბობდა, რომ ეს მღვიმეები ბუნებრივად იყო წარმოქმნილი. მაგრამ როცა არქეოლოგებმა ეს შეისწავლეს, ნათელი გახდა, რომ ეს ბუნების ნამუშევარი არ იყო. მისი დიზაინი ძალიან ორგანიზებული და მოწესრიგებული იყო. ისიც განსხვავდებოდა ჩვეულებრივი უძველესი მაღაროებისგან, კარიერებისგან ან ცერემონიალური მღვიმეებისგან, რომლებიც ქვეყნის სხვა ნაწილებში აღმოჩენილი. და კიდევ ერთი უცნაური დეტალი, რომელიც მათ აღმოაჩინეს, იყო ის, რომ თითოეულ მღვიმეს მხოლოდ ერთი შესასვლელი ჰქონდა. ეს შესასვლელი დაკავშირებულია ვერტიკალურ გვირაბთან, სადაც კლდეში ამოკვეთილი კიბეებია. ამ გზით წვიმისა და წყლის შეღწევა ზედაპირიდან ხდება. ასევე არსებობს სადრენაჟე არხებისა და ორმოების რთული სისტემა, რომლებიც წყლის მახეების როლს ასრულებენ, რათა წყლის ნაკადი კონტროლდებოდეს. და ეს ყველაფერი არ არის. მღვიმეები განლაგებულია სამხრეთიდან სამხრეთ-დასავლეთისკენ. ამის გამო შიგნით უფრო მეტი მზის სინათლე აღწევს. კედლების კიდეებიც კი უბრალოდ ვერტიკალური არ არის. ისინი ოდნავ დახრილია, რათა შემცირდეს ჭერის დატვირთვა და თავიდან იქნას აცილებული ჩამონგრევა. ეს აჩვენებს, რომ მათ ვინც ეს შექმნა, ღრმა საინჟინრო ცოდნა ჰქონდათ. ექსპერტების ანალიზის მიხედვით შესაძლებელია მღვიმეები ზემოდან ქვემოთ ამოთხარეს. და ისინი ნელ-ნელა აშორებდნენ ქვას თითოეულ ფენას სხვადასხვა ზომის სატეხებით. სინამდვილეში რამდენიმე უძველესი სატეხი ჯერ კიდევ აღმოჩენილია ერთ-ერთ მღვიმეში. და აქ ყველაფერი კიდევ უფრო საიდუმლო გახდა. კედლებზე არსებული ნიშნები ძალიან თანაბარია და თითქმის ერთნაირი. თითქოს მანქანამ გააკეთა. ზოგიერთი მკვლევარი კი შენიშნავს მსგავსებას თანამედროვე საბურღი მოწყობილობებით შექმნილ ნიმუშებს.
და როდესაც ლონგიუის მღვიმეებში არსებულ ნიშნებს თანამედროვე მანქანების კვალს ადარებენ, მათი მსგავსება გასაოცარია. თითქმის ერთნაირად გამოიყურება. ამიტომაც ზოგიერთი კითხულობს, შესაძლებელია თუ არა რომ ეს ადამიანები მოწინავე ტექნოლოგიას იყენებდნენ. დღემდე ჯერ კიდევ არ არსებობს ნათელი პასუხი, ვინ ააშენა ლონგიუს მღვიმე. ზუსტად როდის აშენდა ისი და რა მიზანს ემსახურებოდა ეს მთელი პროექტი. უკვე 10 წლეულებია არქეოლოგები სწავლობენ ამას, მაგრამ ბევრი დეტალი კვლავ გამოცანად რჩება. სიანდულეში ძალიან ცოტა ისტორიული ინფორმაცია არსებობს, რომელიც ამას ეხება. არსებობს ერთი უძველესი პოემა მე-19 საუკუნიდან, რომელიც დაწერა ვუ იუმ და რომელიც ამ ადგილს ახსენებს, მაგრამ მასში არ არის ახსნილი, როგორ ან რატო აშენდა ეს მღვიმეები. ამის მიუხედავად, მღვიმეების იატაკზე ასევე აღმოაჩინეს მოჭიქული თიხის ქოთნები. კვლევის მიხედვით, ეს ქოთნები დასავლეთ ჰანის დინასტიის დროინდელია, ანუ 2000 წელზე მეტი ხნის წინანდელი. ეს მიუთითებს იმაზე, რომ თავად მღვიმეები თიხის ქოთნებზე უფრო ძველია. და თუ ყველა მღვიმე ხელით მხოლოდ მარტივი იარაღებით გაკეთდა, დიდი ალბათობით პროექტის დასრულებას მრავალი საუკუნე დასჭირდებოდა. კონსტრუქციის მასშტაბებიდან გამომდინარე, ზოგიერთი ექსპერტი მიიჩნევს, რომ შესაძლოა ეს პროექტი რომელიმე იმპერატორმა ან ძლიერმა მთავრობამ დააფინანსა. მაგრამ თუ ასეა, რატო არის ისტორიულ წყაროებში თითქმის არანაირი ინფორმაცია ამის შესახებ? და ლონგიუს მღვიმეების ერთ-ერთი ყველაზე დიდი საიდუმლო კედლებზე არსებული ნიშნები. მკვლევარებმა შენიშნეს, რომ თითქმის ყველა ნაჭდევი ერთმანეთის იდენტურია და ზუსტად 60 გრადუსის კუთხით არის განლაგებული. ძალიან რთული იქნებოდა ამის გაკეთება, თუ მხოლოდ ხელისიარაღები იქნებოდა გამოყენებული. გარდა ამისა, გამოთვლების მიხედვით, მილიონობით კუბური მეტრი ქვა უნდა მოეშორებინათ, რათა მთელი მღვიმის სისტემა შეექმნათ. ქვიშაქვასაც დაახლოებით 3 ტონა წონა აქვს თითო კუბურ მეტრზე, ასე რომ ამოღებული ქვის საერთო წონა მილიონობით ტონას აღწევს. მაგრამ აქ არის უფრო გასაოცარი რამ. არც ერთი დიდი ქვის ნაყარი არ აღმოუჩენიათ გარშემო. არ არის კვალი ძველი მუშათა ბანაკების. არც ძველი სოფელი არსებობს, სადაც მუშები შეიძლება ეცხოვრათ. არ არსებობს მკაფიო მტკიცებულება თუ სად წაიღეს გამოქვაბულებიდან ამოღებული უზარმაზარი რაოდენობის ქვა. ასეთ მასშტაბურ პროექტზე წესით რაღაც კვალი მაინც უნდა დარჩენილიყო. მაგრამ დღემდე თითქოს ყველა ეს მტკიცებულება ჰაერში აორთქლდა. და ასეთი ტიპის საიდუმლო მხოლოდ ლონგიუს გამოქვაბულებს არ ეხება. ჩინეთის სხვადასხვა ნაწილშიც არსებობს სხვა უძველესი გამოქვაბულები და მიწისქვეშა ნაგებობები, რომლებიც საოცარ ინჟინერიას აჩვენებენ. ამიტომ კითხვა კიდევ უფრო მწვალდება, რამდენად განვითარებული იყვნენ უძველესი ცივილიზაციები, რომლებიც ოდესღაც ამ რეგიონში ცხოვრობდნენ. დროთა განმავლობაში მრავალი თეორია გაჩნდა, ზოგი ამბობს, რომ ეს უძველესი კარიერია, ზოგი კი ფიქრობს, რომ ეს მიწისქვეშა საცავია. ზოგი ასევე ვარაუდობს, რომ ეს შეიძლება ბერების ან სპეციალური საზოგადოების ადგილი ყოფილიყო. თუმცა, ამჟამად ჯერ კიდევ არ არსებობს საკმარისი მტკიცებულება, რომ რომელიმე ამ თეორიის დამტკიცება ან საბოლოოდ უარყოფა იყოს შესაძლებელი. და ლონგიუს მღვიმეების მსგავსად, ჩვენი სიის შემდეგი ობიექტი ნამდვილად კიდევ უფრო გაგაკვირვებს. შემდეგი და მეორე ნომერი, იანგშანის კარიერი. ჩინეთის ნანჯინგის ქალაქის გარეთ არის უძველესი ადგილი, რომელიც დღემდე დიდ თავსატეხს უჩენს ისტორიკოსებსა და ინჟინრებს. ეს არის იანგშანის კარიერი. პირველი შეხედვით ეს უბრალოდ ძველი ტარიერი ან ქვის მოსაპოვებელი ადგილი, მაგრამ როცა მიუახლოვდები და ნახავ აქ დარჩენილებს, მიხვდები, რომ ეს ჩვეულებრივი ადგილი არ არის. საუკუნეების განმავლობაში აქ იღებდნენ ქვებს, რომლებიც ნანჯინგის დიდ შენობებსა და მონუმენტებში გამოიყენებოდა, მაგრამ აქ რაღაც უჩვეულო აღმოაჩინეს. აქ აღმოაჩინეს გიგანტური ქვის სტელა, რომელიც მიატოვეს იონგლეს იმპერატორის დროს, მე-15 საუკუნის დასაწყისში. 1405 წელს იონგლეს იმპერატორმა უბრძანა, რომ აშენებულიყო უზარმაზარი მონუმენტი მინგ სიაოლინგის მავზოლეუმისთვის, რომელიც მისი მამის სამარხი. გეგმა იყო, რომ ეს სამ ნაწილად გაეყოთ. პირველი დიდი ბაზა, მეორე სტელის ძირითადი ნაწილი და მესამე მისი თავი, რომელზეც დრაკონის დიზაინი უნდა ყოფილიყო. როდესაც ექსპერტებმა ეს ნახეს, მიხვდნენ, რომ დიდი პრობლემა იყო. როგორ უნდა გადაეტანათ ესეთი დიდი ქვა იანგშანიდან მინგ სიაოლინგში და როგორ უნდა აეშენებინათ სწორად. ბოლოს პასუხი ნათელი გახდა, ისინი ამას ვერ შეძლებდნენ, ამიტომ ეს არ განხორციელდა. ამიტომ პროექტი მიატოვეს და დღემდე სამივე გიგანტური ნაწილი არეაში რჩება. სტელის ბაზა კი ძალიან დიდია, მისი სიგრძე 99.6 ფუტია, სისქე 43 ფუტი და სიმაღლე 52 ფუტი. მისი სავარაუდო წონა 16250 მეტრული ტონა. ამიტომ ზოგიერთი მას ადამიანების მიერ ხელით მოჭრილ ყველაზე დიდ ქვას მიიჩნევს. რომ გაიგო რამდენად მძიმეა ეს, წარმოიდგინე შემდეგი. ის 13-ზე მეტჯერ უფრო მძიმეა, ვიდრე
ბალბეკში, ლიბანში არსებული ერთ-ერთი ყველაზე დიდი მეგალითური ბლოკი, რომლის წონა დაახლოებით 1200 ტონაა, რო აშენებულიყო. მისი სიმაღლე 162 ფუტს მიაღწევდა, მისი სიგანე 35 ფუტია, სისქე 14 ფუტი და წონა 8799 ტონა. სტელას თავი ასევე განსაკუთრებულია. მისი სიმაღლე 35 ფუტია, სიგანე 67 ფუტი, სისქე 28 ფუტი და წონა 6118 ტონა. ეხლა წარმოიდგინეთ, თუნდაც თანამედროვე ეპოქაში, ამ წეების, სატვირთო მანქანებისა და მძიმე ტექნიკის გამოყენებით, 16000 ტონიანი ბლოკის გადაადგილება თითქმის შეუძლებელია. ამიტომ ბუნებრივია, რომ ადამიანებს თავში ერთი და იგივე კითხვა უჩნდებათ. რა იცოდნენ იმ დროის უძველესმა ხელოსნებმა? რა მეთოდები ან ტექნოლოგიები ჰქონდათ მათ, რომ ასეთი დიდი ქვა შეექმნათ? მაგრამ იანგშანის კარიერში მხოლოდ დაუსრულებელი სტელა არ არის საიდუმლო. მის გარშემო ჯერ კიდევ ჩანს მაღალი და ბრტყელი ქვის კედლები. ეს ნიშნავს, რომ მილიონობით ტონა ქვა უკვე ამოღებული იყო მაშინო. რაც უფრო უცნაურია, ეს არ გავს ჩვეულებრივ კარიერულ მეთოდს. ეს უბრალოდ თხრილი ან მთის შემთხვევითი გაჭრა არ არის. არსებობს ნაწილები, რომლებიც ძალიან სწორი და სუფთაა, თითქოს კარგად დაგეგმეს და ზოგიერთი დიდი ქვის ქვეშ არის კვადრატული ხვრელები. შესაძლოა ეს გაკეთდა ქვის ასაწევად ან გადასაადგილებლად. მაგრამ ჭრილების სიზუსტე და ზოგიერთი ზედაპირის სისუფთავე აჩვენებს უნარს, რომლის ახსნაც რთულია. თუ მხოლოდ მარტივი იარაღები იყო გამოყენებული. ზოგიერთი გიგანტური ქვის ზედაპირზე არის სწორი ღარები. თითქოს ეს გაკეთებული ადამიანის მიერ, რომელსაც ქვის კონტროლი შესანიშნავად შეუძლია. ისე ჩანს თითქოს მათ იცოდნენ, როგორ ჩამოეყალიბებინათ მთა, ისე როგორც ხეს კვეთენ. დოგი ამბობს, რომ ზედაპირის ძალიან ძველი იერი შეიძლება მიუთითებდეს, რომ ეს ადგილი უფრო ძველია, ვიდრე თეულებრივი შეფასებები. კომპლექსის სხვა ნაწილებში ქვის ზედაპირზე კვადრატული ღიობებიც არის ამოჭრილი. მათი კუთხეები თითქმის 90 გრადუსია. თუ მხოლოდ ბრინჯაოს იარაღები გამოიყენეს, ძალიან ძნელია წარმოიდგინო, როგორ შეძლეს ასეთი ზუსტი ჭრილების გაკეთება. ზოგიერთ სტრუქტურაზე ასევე არის უცნაური დიდი ბორცვები ან გამოშვერილი ნაწილები, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს ამ ადგილის საიდუმლოს. და როგორც ბევრი უძველესი პროექტის შემთხვევაში, იანგშანის კარიერთანაც დაკავშირებულია ბნელი ამბავი. ადგილობრივი ლეგენდის მიხედვით, აქ მომუშავეებს ადრე ყოველდღიურად უნდა დაესრულებინათ განსაზღვრული რაოდენობის ნამტვრევი ქვა. ამბობენ, რომ თუ ისინი ვერ ასრულებდნენ 33 შენგის ნამტვრევი ქვის კვოტას, შეიძლება მაშინვე დაესაჯათ. არის ისტორიებიც, რომ ზოგიერთებს მაშინვე კლაუდნენ, თუ ვერ ასრულებდნენ დავალებას. სამუშაო სირთულის, ავადმყოფობისა და დაღლილობის გამო ამბობენ, რომ იქ ბევრი დაიღუპა. ამიტომ ერთ მეზობელ სოფელს ფენტოუ დაარქვეს, რაც ნიშნავს საფლავის გორას ან სასაფლაოს ნაგავსაკრალს. დღემდე ეს თითქოს მშვიდი შეხსენებაა იმ მძიმე ფასისა, რომელიც კარიერში მომუშავე ხალხმა გადაიხადა. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ მუშებზე ამბები არსებობს, ყველაზე დიდი საიდუმლო ჯერ კიდევ პასუხგაუცემელია. და კითხვა რჩება, როგორ უნდა გადაეტანათ ეს ქვები? და თუ მაშინ ქვები მართლაც გადაადგილდა, როგორ შეძლეს ეს? და თუ აქ უკვე გაგურებული ხარ, აქ კიდევ უფრო გაოცდები. ნომერი 3 არის ჰუაშანის მღვიმეები. თუ ლონგიუს მღვიმეები საკმარისია დიდი საიდუმლოსთვის, აღმოჩნდება, რომ ის მარტო არ არის. 2000 წელს ერთმა გლეხმა, რომელიც ბორცვზე შეშას აგროვებდა, შემთხვევით ჩავარდა უზარმაზარ მღვიმეში. მრავალი ათწლეულის განმავლობაში ადგილობრივები ერთსა და იმავე გზას იყენებდნენ. მაგრამ უცნაურია, რომ ამ დიდ ხვრელს მანამდე არც ერთი ადამიანი არ დაწვდომია, ვიდრე ის შემთხვევა მოხდებოდა. როცა ამბავი გავრცელდა, ის მაშინვე მიაღწია სოფლის უფროსთან და ადგილობრივ ხელისუფლებასთან. სწორედ მაშინ დაიწყო ფართომასშტაბიანი გამოკვლევა ამ ტერიტორიას. და რაც აღმოაჩინეს, მხოლოდ ერთი მღვიმე არ იყო. აღმოჩნდა, რომ ყვავილის გორაზე დამალულია 36 ხელოვნური გროტო, რომლებიც თითქმის 5 კილომეტრს აღწევს. ესენი ითვლება ჩინეთის უძველესი მიწისქვეშა ნაგებობებიდან ერთ-ერთ ყველაზე დიდებად. დაახლოებით 100,000 ტონა ქვა მოიღეს გროტოების ასაშენებლად. მაგრამ ლონგიუს მღვიმეების მსგავსად, აქაც ერთი დიდი პრობლემა არსებობს. ამოღებული ქვების გროვა არსად აღმოუჩენიათ. კიდევ უფრო გასაკვირია, რომ ხვაშენის ახლოსაც კი არაა ნაპოვნი. კიდევ ერთი ადგილი არსებობს, სადაც ასევე 36 გროტოა და მათი აგების სტილიც თითქმის იდენტურია. ეს ნიშნავს, რომ შესაძლებელია კიდევ ბევრი ასეთი მღვიმე იყოს დამალული და ჯერ კიდევ აღმოჩენილი არ იყოს. ამ ეტაპზე მხოლოდ 3 გროტოა ღია საზოგადოებისთვის. ესენია გროტო 2, გროტო 24 და გროტო 35. უმეტესობა ჯერ კიდევ სრულად არ არის შესწავლილი. გროტო 2, რომელიც ასევე ცნობილია როგორც უანშის მღვიმე, ძალიან დიდი შესასვლელი დარბაზი აქვს. მისი სიგრძე 140 მეტრს აღწევს და ერთ აკრზე მეტ ფართობს იკავებს. მას 2 დონე აქვს, მაგრამ ქვედა დონე ჯერ სრულად არ არის გათხრილი.
მთავარი დარბაზი იმდენად დიდია, რომ შიგნით მანქანის გავლაც კი შესაძლებელია. მაგრამ განსხვავებით თანამედროვე გვირაბებისგან, სადაც განლაგება თანაბარი და დაგედმილია, უანშის გროტოს უცნაური სტრუქტურა აქვს. აქ არის ოთახები და სვეტები, რომლებიც თითქოს შემთხვევითაა განთავსებული. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ასე გამოიყურება, აშკარაა, რომ ეს ბუნებრივი არ არის. შიგნით კედლებზე ჯერ კიდევ ჩანს ხელსაწყოების კვალი, არის სვეტები, რომლებიც განსხვავებული ფორმისა და ზომისაა, არის ღრმა აუზები, სადაც ყოველთვის წყალია. ეს წყალი მინერალებით მდიდარია, მაგრამ უცნაურია, თევზი არ არის. ჩვეულებრივ, ჭერის სიმაღლე დაახლოებით 4 მეტრია. შიგნით მთელი წლის განმავლობაში ცივა, ტემპერატურა მხოლოდ დაახლოებით 15 გრადუსი ცელსიუსი. ამიტომ ზაფხულში ეს ბუნებრივი თავშესაფარია სიცხისგან, შიგნით ზოგჯერ შეიძლება დაინახოთ ცივი ნისლი, რომელიც თხელ ღრუბელს გავს და მღვიმის იატაკზე მიიზლაზნება. როცა გროტოორის თხრიდნენ, აღმოაჩინეს ფაიფურის თეფშების ნამსხვრევები და რამდენიმე რკინის ხელსაწყო. მაგრამ ეს ნივთები ძალიან პატარაა, თითქმის ბრინჯის ჯამის ზომის. ამიტომ ძნელია დაიჯერო, რომ ესეთი უზარმაზარი გროტოების გასაკეთებლად ეს გამოიყენეს. უფრო სავარაუდოა, რომ მღვიმე მოგვიანებით ვიღაცამ აღმოაჩინა, მოიტანა ნივთები და ეს ადგილი დასასვენებლად ან თავშესაფრად გამოიყენა. მაგრამ რაც უფრო გასაოცარია, გროტო 2-ში დინოზავრის ნაკვალევიც აღმოაჩინეს. მიიჩნევა, რომ ეს ნაკვალევი 65 მილიონიდან 120 მილიონ წლამდე ხნისაა. ასევე არსებობს გაფავებული ხის ნამარხი, რომელიც დაახლოებით 150 მილიონი წლის გროტო 35, რომელსაც მიწისქვეშა სასახლესაც უწოდებენ, კიდევ უფრო ამძაფრებს ამ საიდუმლოს. მისი სიგრძე 170 მეტრია და ფართობი 3 აკრზე მეტია. მიჩნეულია, რომ მხოლოდ ამ მღვიმიდან დაახლოებით 50,000 კუბური მეტრი ქვაა ამოღებული. ეს საკმარისია 15 ოლიმპიური ზომის საცურაო აუზის შესავსებად. მის შიგნით არის დიდი დარბაზი, აუზები, სვეტები და სხვადასხვა ზომის ოთახები, ორივე მხარეს. მისი ყველაზე დაბალი ნაწილი სახელწოდებით სუფთა წყლის აუზია. საინტერესოა, რომ ეს აუზი დაახლოებით 2 მეტრით დაბალია ახლო მდებარე სინანის მდინარეზე. თუ ის მდინარესთან დაკავშირებული იქნებოდა, წყლის დონე ერთნაირი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ასე არ არის. ეს ნიშნავს, რომ მღვიმეში წყალი შეიძლება სხვა წყაროდან მოდიოდეს. და ეს ჩვეულებრივი წყალი არ არის, რადგან მასში მინერალების შემცველობა მაღალია და მისი შემადგენლობა განსხვავდება მდინარის სუფთა წყლისგან. შესასვლელთან ახლოს არის ორსართულიანი H ფორმის ქვის ნაგებობა, რომელიც სტუმრებს მთლიანი მღვიმის ლამას ხედს აძლევს. თუ იქიდან შეხედავ, დაინახავ ადგილის სიდიდეს, სვეტების უჩვეულო ფორმებს და თითქოს არაჩვეულებრივ ატმოსფეროს შიგნით. წერები, კედლები და სვეტები თითქოს განსხვავებული დიზაინისაა. ზოგი ნაწილი ბუნებრივად გამოიყურება, ზოგი კი აშკარად ადამიანის მიერაა შექმნილი. შიგნით განათების გამო თითქოს სხვა სამყაროში შედიხარ. ასევე არის სიმაღლის სხვაობა, რომელიც 20 მეტრს აღწევს. ამიტომ მთელი ადგილი კიდევ უფრო უჩვეულოდ გამოიყურება. გროტო 2-ის და გროტო 35-ის დახრილი ჭერები აქვთ, დაახლოებით 45 გრადუსის კუთხით. საინტერესოა, რომ მათი კუთხე ემთხვევა ყვავილების ბორცვის დახრილობას. ეს ნიშნავს, რომ ამ ყველაფერს უბრალოდ არ უთხრიან, არამედ გააზრებულად გააკეთეს. მათ იცოდნენ, როგორ მიეყოლებინათ მთის ფორმა და შეენარჩუნებინათ მღვიმის შიგნით სტაბილურობა. გუაშიანის გროტოები კარგად არის აშენებული და კარგი ვენტილაცია აქვთ. შიგნით თითქმის არ არის ეკო, ამიტომ ზოგი ამბობს, რომ ეს ადგილი შესანიშნავია მედიტაციისთვის. მთელ გროტოებში სხვადასხვა ხელსაწყოს კვალი ჩანს. როგორც ჩანს, შემქმნელებმა სხვადასხვა სახის ხელსაწყოების სცადეს, როცა ყვას ამუშავებდნენ. არსებობს კვალი, რომელსაც ზოგი ადარებს ლონგიუს ღვიმეებს, იანგშანის კარიერს, ბალბექს, ეტრას და თუნდაც თურქეთის ღვიმეების სტრუქტურებს. ზოგიერთი ნიმუშის მსგავსების გამო ზოგი ფიქრობს, რომ შეიძლება ერთნაირი ცოდნა ან ტექნოლოგია გამოიყენეს ამ ადგილებში. ზოგი ამბობს, რომ ზოგიერთი ადგილას ხელსაწყოების კვალი გავს თანამედროვე დანადგარების კვალს. ამიტომ გაჩნდა უფრო თამამი თეორია, რომ ეს შეიძლება იყოს დაკარგული უძველესი ცივილიზაციის ნამუშევარი, რომელსაც უფრო განვითარებული ტექნიკა ჰქონდა, ვიდრე ჩვენ გვგონია. მაგრამ ამას არ იღებს აკადემიური წყეების უმეტესობა. მათი უმეტესობისთვის უფრო უსაფრთხოა ახსნან გროტოები, როგორც უძველესი ხელოსნების ნამუშევარი, რომლებიც იყენებდნენ იმ დროისათვის ცნობილ. თუმცა, უფრო მარტივი ახსნაც კი ბევრ კითხვას უპასუხოდ ტოვებს. გროტო 24 კი კიდევ უფრო უცნაურია. მასაც 4 სართული, მაგრამ 3 დონე წყალშია ჩაძირული. ხოთ, ყველაზე მაღალი დონეა ტბის ზედაპირზე. მის მისაღწევად ნავით უნდა მიხვიდე. ყოველ დონეზე არის 6 გიგანტური სვეტი. ეს ნიშნავს, რომ სულ 24 სვეტია. აქ სვეტები უფრო მართკუთხა და უფრო ერთგვაროვანია ვიდრე სხვა გროტოებში. თითოეული სვეტი იმდენად დიდია, რომ მის შემოსახვევად მინიმუმ 4 ადამიანს ხელჩაკიდება სჭირდება. სვეტებისა და კოჭების განლაგება ასევე მიხვება გორაკის დახრილობას. ამიტომ ჭერის სიმაღლე განსხვავებულია.
და აქ კიდევ უფრო მეტი კითხვა ჩნდება. რატო გააკეთეს გროტოები მრავალსართულიანი? რატო არის შიგნით ხელოვნური აუზები? სად წაიღეს ყველა ამოღებული ქვა? როგორ გაჭრეს ისინი? როგორ გამოიტანეს ისინი გარეთ? და რატო თითქმის არ არის კვალი ცეცხლის შიგნით? მხოლოდ ერთ სვეტზეა ჩირაღდნის კვამლის ნიშანი. ანარჩენი სვეტები სუფთაა, თითქოს ხალხს შიგნით ზეთის ლამპარი ან ჩირაღდანი არ გამოუყენებია. თუ ეს ქვარია, როგორ თხრიდნენ ძველი მუშები სიბნელეში? და თუ ქვა იყო მათი მიზანი? რატო აქვე თხრიდნენ მთის შიგნით? რატო არ არაიღეს ქვიშაქვა ზედა ღია კარიერიდან? გარდა ამისა, აქ ქვიშაქვის ხარისხიც არ არის ისეთი მაღალი. ის არც ემთხვევა იმ ქვებს, რომლებიც მეზობელ არქეოლოგიურ ობიექტებშია გამოყენებული, ამიტომ რთულია უბრალოდ კარიერად მივიჩნიოთ ეს ადგილი. ზოგი ამბობს, რომ ეს გროტოები სამარხებია, მაგრამ აქ არ აღმოუჩენიათ სამარხები, დასაფლავების ნივთები ან რაიმე აშკარა სამგლოვიარო საგნები. და ჩინეთის კულტურაში სამარხში წყალი დიდ პრობლემად ითვლება. ზოგმა თქვა, რომ ეს შეიძლება საწყობი იყოს, მაგრამ რადგან შიგნით სველია და ცივა, არც საკვების, ნივთების ან ძვირფასი საგნების შესანახად არის იდეალური. კიდევ ერთი თეორიაა, რომ ეს შეიძლება ჯარისკაცებისთვის იყო გამოყენებული. არსებობს ისტორიული ჩანაწერები, რომლებიც ამბობენ, რომ ამ ადგილის მახლობლად ჯარები იკრიბებოდნენ, მაგრამ თუ ეს მხოლოდ ჯარისკაცებისთვის იყო, რატო დახარჯავდნენ ამდენ დროსა და ენერგიას ასეთი მიწისქვეშა კომპლექსის ასაშენებლად? როგორ მოამზადებდნენ საჭმელს? სად ჭამდნენ ისინი? როგორ იმოძრავებდნენ ისინი ისეთ ადგილას, სადაც სინათლე და მშრალი სივრცეები აკლია? და თუ მხოლოდ ერთი შესასვლელია, განა ადვილი არ იქნებოდა მათი გამომწყვეტება, თუ ვინმე დაესმებოდა თავს. ამიტომ დღემდე ხუაშანის მღვიმეები საიდუმლოდ რჩება. მისი ზომა, შესრულებული სამუშაოს რაოდენობა, ამოთხრილი ქვის გაუჩინარება და ის ფაქტი, რომ ეს ყველაფერი დაფარული დარჩა 2000 წლამდე. ყველა ეს ფაქტორი უგულებელყოფა რთულია. ზოგიერთი ადამიანი მიიჩნევს, რომ ხუაშანის მღვიმეები, ლონგიუეს მღვიმეებთან, იანგშანის კარიერთან, ბალბეკთან, პეტრასთან და სხვა უძველეს ადგილებთან ერთად შეიძლება იყოს კვალი დაკარგული ცივილიზაციისა, რომელსაც ტექნოლოგია ჰქონდა, რომელიც ჩვენ ჯერ კიდევ ბოლომდე არ გვესმის, მაგრამ თუ ასეთი ცივილიზაცია მართლაც არსებობდა ჩინეთში, არსებობს კი ამის რეალური მტკიცებულება, მოდი ამას შევხედოთ. 1986 წელს არქეოლოგიურმა აღმოჩენამ გახსნა შესაძლებლობა, რომ ჩინეთში შეიძლება არსებობდა კიდევ უფრო ძველი ცივილიზაცია, ვიდრე აქამდე გვეგონა. ეხლა გადავიდეთ ნომერ 4-ზე. აბაიგონგის მილებს. ეს არის მტკიცებულება, რომ ჩინეთში უკვე არსებობდა ძველი ცივილიზაცია. 1986 წელს ჩინეთში ბაიგონგის მთასთან ახლოს აღმოაჩინეს უცნაური მილები. ამ მილებს სხვადასხვა ზომა აქვთ. ზოგი თითქმის კბილის ჩხირივით თხელია, ზოგი კი რამდენიმე დუიმის სიგანის. იმიტომ რომ ეს მილები პირდაპირ კლდეებში იყო ჩაფლული, მაშინვე გაჩნდა კითხვა: ბუნებრივია ეს ყველაფერი თუ ადამიანის შექმნილია? ეს მილები ყურადღების ცენტრში მოექცა, მას შემდეგ რაც გავრცელდა ცნობები, რომ ისინი შესაძლოა 5000 წელზე ძველი იყოს. თუ ეს სიმართლეა, ისინი უფრო ძველია, ვიდრე ჩინეთში რკინის გამოდნობის ცნობილი პერიოდი. ზოგმა მკვლევარმა ასევე აღმოაჩინა ჟანგიანი მილები ამ ადგილის მღვიმეებში. ზოგიერთი როგორც ჩანს დაკავშირებულია მთასთან და მიწის ქვეშ, ამათ წარმოშვა თეორიები, რომ ისინი უძველესი წყლის სისტემის ნაწილი იყო. მისტერია კიდევ უფრო გაღრმავდა, როდესაც ტოსონის ტბასთან ახლოს სხვა მილებიც აღმოაჩინეს. ზოგი მათგანი ტბის ქვეშ იყო ჩამარხული, ხოლო სხვები წყლის ზედაპირზე იყო ამოწეული. თუმცა, როდესაც ისინი უფრო დეტალურად გამოიკვლიეს, უფრო მარტივი ახსნა გამოიკვეთა. ნალისი ოლინისა და სხვა მკვლევართა კვლევების მიხედვით, შესაძლებელია ეს მილები საერთოდ არ იყოს, არამედ გაქვავებული ფესვები, ან უძველესი ხეების ფესვები, რომლებიც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მინერალებით შეიცვალა. 2003 წელს მეცნიერებმა ასევე აღმოაჩინეს ორგანული ნაერთები და ზრდის რგოლები, რაც ამ თეორიას ამყარებს. თუმცა საიდუმლო ბოლომდე არ გამქრალა. 2007 წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მილების ზოგიერთ ნაწილში უჩვეულო რადიოაქტიურობა დაფიქსირდა. დღემდე მეცნიერების უმეტესობა მიიჩნევს, რაიგონგის მილები მხოლოდ ბუნებრივი წარმონაქმნებია. თუმცა მათი წარმოშობის ზოგიერთი დეტალი კვლავ გამოცანად რჩება. ნომერი 5. დიდი თეთრი პირამიდა. ჩინეთის სიანის გარშემო ამბობენ, რომ ასობით უძველესი პირამიდაა გაფანტული ვრცელველებს. ბევრი წლის განმავლობაში დასავლეთს თითქმის არაფერი იცოდა მათ შესახებ. ეს მხოლოდ 1912 წელს შეიცვალა, როდესაც რამდენიმე ამერიკელმა მოგზაურმა ჩინეთის პირამიდებზე საკუთარი დაკვირვებები დააფიქსირა. მაგრამ ყველაზე საკამათო ამბავი 1945 წელს დაიწყო. ჩინეთიდან ინდოეთისკენ ფრენისას ამერიკელმა პილოტმა ჯეიმს გაუზმანმა განაცხადა, რომ დაინახა უზარმაზარი თეთრი პირამიდა, რომლის სიმაღლეც დაახლოებით 300 მეტრს აღწევდა. მისი თქმით, მის წვერზე თითქოს კრისტალის მსგავსი რამე იყო. 2 წლის შემდეგ კიდევ ერთი მოხსენება გავრცელდა პოლკოვნიკ მორისანისგან, რამაც კიდევ უფრო გავრცელა ლეგენდა, ეგრეთ წოდებული დიდი თეთრი პირამიდის შესახებ.
ზოგიერთი ამბის მიხედვით მისი ზომა შესაძლოა ორჯერ აღემატებოდეს გიზის დიდ პირამიდას. მაგრამ ერთი პრობლემა არსებობს. დღემდე არავის უპოვია პირამიდა, რომელიც ზუსტად შეესაბამება ამ აღწერებს. ზოგიერთი მკვლევარი ფიქრობს, რომ შესაძლოა უბრალოდ არასწორი იდენტიფიკაცია მოხდა და პილოტებმა სინამდვილეში ჩინეთის პირველი იმპერატორის ცინ შიხუანის მაუსოლეუმი ნახეს. მაგრამ ეს ახსნად სულად არ შეესაბამება. ამასთანავე ჩინეთის ბევრი პირამიდა ჯერ კიდევ სულად არ არის გათხრილი. ჩინეთის ხელისუფლების თქმით, ისინი ელოდებიან უფრო განვითარებულ ტექნოლოგიას, რათა თავიდან აიცილონ სტრუქტურების შიგთავსის შესაძლო დაზიანება. ამიტომ მათი ბევრი საიდუმლო კვლავ დაფარული რჩება. განსაკუთრებით საინტერესო გახდა ძველი შუს სამეფოს აღმოჩენა ცივილიზაციის, რომელმაც აჩვენა, რომ ჩინეთის უძველესი ისტორიის შესახებ ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით. პირამიდების უმეტესობა თიხის აგურებით არის აშენებული და ათასობით წლის განმავლობაში ბალახმა და ხეებმა დაფარა. შორიდან ისინი ხშირად ჩვეულებრივ ბორცვებს კვანან. 2000 წელს რამდენიმე ჩინელმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ მხოლოდ ციანის გარშემო დაახლოებით 40 პირამიდაა. და როგორც სოფლიოს სხვა პირამიდები, მათი უმეტესობა ზუსტად არის ორიენტირებული მფავარ მიმართულებებზე. რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა მოხდა 1974 წელს, როდესაც ორმა გლეხმა შემთხვევით აღმოაჩინა ტერაკოტის არმია. ათასობით ჯარისკაცის ქანდაკება აღმოაჩინეს ცინ შიხუანის სამარხში, რაც ადასტურებს თუ რამდენად მასშტაბური და შთამბეჭდავი იყო ჩინეთის უძველესი პროექტები. დღემდე თავად იმპერატორის სამარხი სრულად არ არის გათხრილი. ამიტომაც ბევრი არქეოლოგი მიიჩნევს, რომ ჩინეთის პირამიდებისა და მაუსოლეუმების ქვეშ კიდევ ბევრი საიდუმლო იმალება. და შესაძლოა ის აღმოჩენები, რაც დღეს გვაქვს, მხოლოდ დასაწყისია იმ დიდი ამბის, რომელიც ჯერ კიდევ გამოსავლენია.